აღშფოთებას იწვევს პირველ რიგში ალბათ ამძაფრებს ისევ იმ უსამართლობის განცდას, რომელიც უკვე რახანია ყოველას გვაქვს. ალალად გითხრათ, არც მიკვირს იმ ყოველფრის ფონზე, რაც საერთოდ ზოგადად ხდება. მაგრამ აღფრთოვანებული ვარ ასევე ამ სტუდენტების სიმტკიცით, ამ გამძლეობით, თუნდაც 83 დღიანი ბრძოლით, რომელიც ახლა ქუჩაში გადაინაცვლებს და იქ გაგრძელდება. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძაფრებს და კიდევ უფრო უსამართლოს ხდის მთელს ამ მოცემულობას, ამ გარემოს და რაღაც ხრივ ალბათ კიდევ უფრო ამძაფრებს იმ განცდას, რომ დასაკარგი ჩვენ მართლა აღარაფერი გვაქვს, მაგრამ მოსაგებია ძალიან ბევრი. აი რა ტიპის ბრძოლაა ეს, როგორ ფიქრობთ თქვენ, რას კარგავთ ამ ბრძოლაში ყოველდღიურად, რისთვის ვიბრძვით, საერთოდ სისტემურად უმაღლესი განათლების დაწესებულებები რეგრესს ყოველთვის განიცდიდნენ და ეს უნივერსიტეტის სტუდენტები თითქოს ჩდება განცდა თქვენთვის თუ არა, რომ ცდილობდნენ ზუსტად საკუთარი უნივერსიტეტის გადარჩენასაც და ეს იწვევს უკიდურეს აგრესიას შეიძლება ზუსტად ხელმძღვანელების მხრიდან. რა თქმა უნდა, მე თავად ვიყავი ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ბევრი წლის წინ, მაგრამ ეჭვი მაქვს და რამდენადაც გადაკვეთა მქონდა და რამდენადაც ინფორმაცია გამაჩნია, ბევრი არაფერი შეცვლილა და პირიქით უფრო რეგრესული გახდა ეს ყველაფერი. და ყოველთვის იყო მან რაღაცა თვითონ სისტემა, ყოველთვის ძალიან არც ვიცი რა ვთქვა, რაღაცა ჭაობს მაგონებდა იქაურობა ძალიან ბევრ ნაწილში. მე მაინც ძალიან მადლიერი ვარ მაგ წლებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი შემძინა და ერთეული ლექტორებიც ნამდვილად უნდა აღინიშნოს და გამოვარჩევ და მადლიერი ვარ მათი, მაგრამ სისტემურად იყო ყოველთვის რაღაცა წარსულის თაყვანისცემა და აბსოლუტურად არანაირი წვდომა თანამედროვეობაზე რა ხდებოდა საერთოდ ვთქვათ ან ბოლო 30 წლის მანძილზე თუნდაც თეატრის ან კინოს მიმართულებით საერთოდ რა იქნებოდა ამ ინფორმაციაზე წვდომა არ იყო. და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველანაირი პროგრესი და ყველანაირი რაღაცა თანამედროვეობის მეთოდიკის გამოყენება აუცილებლად კიდევ უფრო აშკარას გახდის და სააშკაროზე გამოიტანს ამ სისტემის ვადაგასულობას, ესე რომ ვთქვათ, ცოტა უხეშად. ამიტომ ეს არავის არ აწყობს და აქედან გამომდინარე ყველანაირ პროგრესს დიდ წინააღმდეგობა ხდებოდა ხოლმე. ადრე არ იყო ეს სულისკვეთება, ეხლა ძალიან ბევრი რაღაცაა შეცვლილი. ჩემ დროს მე მახსოვს, რომ ყოველთვის რაღაცნაირად ეს ცოტა ნიჰილისტური განწყობა იყო, რომ მაინც ვერ შეცვლი, შეეგუა და ასე შემდეგ. ახლა რასაც უყურებთ, საბედნიეროდ დრო არ ჩერდება და ნამდვილად შეცვლილია და ეს სტუდენტები ზუსტად ისეთი სტუდენტები არიან, რომელზეც მე ჩემი სტუდენტობის ხანაში ვოცნებობდი, რომ ესეთი თანაჯგუფელები, კურსელები, ასეთი სულისკვეთება ყოფილიყო საერთოდ ჩვენში და თუნდაც ამ ჩემ თაობაში. ამიტომ ჩემთვის ძალიან გასაგებია, რასაც მოითხოვენ, გასაგებია, იმიტომ რომ არ არის ეს უნივერსიტეტი და ეჭვი მაქვს ძალიან ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში დღესდღეობით მოწოდების სიმაღლეზე, რასაც თვითონ თანამედროვე განათლება, მეთოდები, ინფორმაცია და ასე შემდეგ ქვია. ანუ სადღაც რაღაცა მუზეალური, ცოტა მავზოლეუმის ის არის რა, სადღაც ჩარჩენილი და ეს ამ დროში, როდესაც ვთქვათ, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით წვდომა აქვს ახალგაზრდებს და ზუსტად ხვდებიან, რომ ეს არ არის ის და იმ პროფესიულ განათლებას ვერ მიიღებენ, რაც მათ ამ სამყაროს და თუნდაც ევროპულ სტანდარტებზე რო ვისაუბროთ, ამის რაღაც თანამონაწილეს გახდის, რა თქმა უნდა, გასაგებია მათი პროტესტი. მაგრამ ამ ყველაფერს კიდე ისიც ემატება, რომ ეს ყველაფერი კი არ პროგრესირებს, არამედ რეგრესირებს მთლიანად ეს მოცემული უსამართლობა, ეს რაღაცა უსუსურობის განცდა და ყველა ფლანგზე, ყველა საზოგადოების ყველა დარგში უარესი და უარესი ხდება. და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ბუნებრივია სტუდენტებს ახლა თუ არ ეკნათ პროტესტის განცდა, მაშინ საერთოდ არ ვიცი, როდის უნდა გქონდეთ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხარი დაუჭიროთ და გვერდში დაუდგეთ, იმიტომ რომ ნამდვილად ეს ახალგაზრდები არიან ისინი, ვინც ჩვენი და ამ ქვეყნის მომავალია. კი ბატონო, თქვენ დღეს დაწერეთ სტატუსი, რომ რაღაცნაირად ცდილობდით და მოგენახათ გზები, რომ კავშირი გამოგენახათ სტუდენტებთან, რა იყო აი ამ სტატუსის მიზანი, რაღაც ტიპის დახმარება, თუ არის შესაძლებელი მათთვის, ყოველ შემთხვევაში ასეთი განცდა დაგვიტოვა თქვენმა სტატუსმა. კი, ნამდვილად მე იქამდე დავწერე სტატუსი, რომელსაც გამოეხმაურა ჩემი
აქაური ყოფილი ალმა მატერი, ჰამბურგის თეატრის აკადემია, რამოდენიმე ლექტორი შემეხმიანა, რომაც სურთ მხარდაჭერა. მე პირადად მაქვს ძალიან დიდი სურვილი და ვაპირებ ივენთების ჩატარება, სადაც ჩვენ ეს სოლიდარობას დავაფიქსირებთ, ასევე ძალიან მინდა რომ ასური მხარდაჭერაც გაუწიოთ და იგეგმება ესეთი რაღაცა ღონისძიებები, მაგრამ თვითონ ამ ჩემი თეატრის აკადემიის, ჰამბურგის თეატრის აკადემიის გამოჩენამ ძალიან გამახარა, იმიტომ რომ მაგაზე უკვე კონკრეტულად ხვალდაზე გავესაუბრები ამ ჩემს ყოფილ ლექტორებს, ასევე მსურდა პროტესტში მყოფი სტუდენტების მაგიტომ მსურდა მათთან დაკავშირება, აზრის გაგება, რომ რა სახის მხარდაჭერა სჭირდებათ ეხლა ყველაზე მეტად და როგორი ფორმით შეგვიძლია თუ გამოვიდნენ კავშირზე თვითონ სტუდენტები ნამდვილად გამოვიდნენ რამოდენიმე ძალიან გაუხარდათ და რა თქმა უნდა არის მათი მხრიდანაც მზაობა, ეხლა მთავარია რაღაცნაირად ჩამოვყალიბდეთ და უფრო კონკრეტული ფორმა მივცეთ ამ მხარდაჭერას. და ბოლოს კითხავთ, აი სოლიდარობა რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში, ჩვენ ნახეთ პროფესორ მასწავლებლების განცხადება, რომელთაც დაგმეს ეს ამბავი, მათ შორის სტუდენტთა ნაწილის განცხადებები ვრცელდება, ისინი ამბობენ, რომ თავადაც არ შევლენ აუდიტორიაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, ორი აზრი ამ სიტუაციაში არ უნდა არსებობდეს საერთოდ და თავად ის ფაქტი, რომ არიან ჯერ კიდევ დარჩენილი ისეთი ადამიანები, ვინც ამას აიგნორებენ, ან ვისაც ამაზე პროტესტი არ უჩნდება, ეს ჩემთვის ძალიან გამოუგნებელია და მართლა არც ვიცი როგორ შეიძლება ამ მოცემულობაში არაფერმა არ შეგაწუხოს და არ გაგიჩნდეს სოლიდარობის ან თანაგანცდის სურვილი, იმიტომ რომ ეს ადრე თუ გვიან ყველას ეხება და შეეხება. აი ესეთ თითქოს რაღაცა ჯერ მარგინალური ჯგუფებით დაიწყო და გადაიზარდა და მე აღარა მაქვს იმის ილუზია, რომ ეს მარტო რაღაცა ესეთ გარკვეულ ბაბლს ეხება, ეს მთელ საზოგადოებას ეხება და ეს რაღაც ყველგან იდგავს უკვე ფესვს. ეს უსამართლობა და ეს აბსოლუტური აღვირახსნილობა და ძალადობა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი აზრით ეს სრულიად ბუნებრივია, პირიქით, ძალიან წუხوار რომ ყველას არა აქვს ეს ნამდვილად და როგორც ჩვენს ჯერ კიდევ არის ამ ჩვენ საზოგადოებაში ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ეს ნორმალურია, ან მას არ ეხება, მაგრამ მე ძალიან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ადრე თუ გვიან, როცა მათაც შეეხებათ, ისინი აუცილებლად მათაც მოუწევთ ქუჩაში გამოსვლა. და მე ყოველთვის რაღაცნაირად იმით ვიმშვიდობ თავს, რომ ისტორიას რო გადავხედოთ, აი ესეთი ტირანული ყველა სისტემის ბოლო მაინც ის არის, რომ საკუთარი შვილების ჭამას იწყებს. ყოველთვის ეს მაგალითი მომყავს, ანუ აი რაღაცა კრონოსის, რომელიც უკვე შვილებსაც აღარ ინდობს. თავიდან ეგეთი განცდაა თითქოს, რომ ეს მხოლოდ მტერს ეხება, ან რაღაცა ესეთ შექმნილ მტერს და მე უკვე გადადის ეტაპობრივად, უკვე აღარავის აღარ ინდობს. ანუ მე იწყება სრული აგონია. იმედია, რომ ეს არ მოხდება, აქამდე არ მივა. სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს რაც შეეხებათ, რომ მათ იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო, რომ ისინი რისთვისაც იბრძვიან, ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ბრჭყალებში ვიტყოდი, სამწუხაროდ ჩვენთვის ვერ გახდა ეს ჩვეულებრივი ადამიანური უფლებები, რომელიც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს და სტრუქტურას უნდა გააჩნდეს, რომლისკენაც ჩვენ მივულტვით, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი საზოგადოება გვინდა ვიყოთ და თუნდაც ის, რომ განათლებაზე წვდომა გქონდეთ და არათუ არ შეუწყონ ხელი, არამედ ესენ ფაქტიურად დაბრკოლებას უქმნიან პირად განვითარებას და განათლების მიღებაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ყველა მათი პროტესტი და ძალიან მინდა ვისურვო და რაღაცნაირად იმედს ვიტოვებ, რომ ის ადამიანებიც, ვინც ახლა ჩუმად არიან, სახლში სხედან და თვლიან, რომ მათ ეს ყველაფერი არ ეხებათ, ისინიც ადრე თუ გვიან შეუერთდნენ ამ პროტესტს, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ყველა საზოგადოების რაღაც ფენას, შრეს, დარგს, პროფესიას და ასე შემდეგ ადრე თუ გვიან შეეხება.